მართლაც რომ არ მოგვიწევდეს ინფორმაციის მოყოლა, ეს იქნება მკვლელობა, ტრაგიკული შემთხვევა, უბედური შემთხვევა თუ ასე შემდეგ და დღესაც ხობელებისთვის ძალიან მძიმე ამბავი არის ის ბიჭი გიორგი ახალაია, ფანტასტიკური ახალგაზრდა, შრომელი, პატიოსანი, სპორტსმენი, რაღაცა ოჯახის კაცი, ესეთი სხერფლი აღმოჩნდა ესეთი ამ განუკითხაობის, ამ კრიზისის სხვათა შორის თქვენმა სტუმარმა სწორად აღნიშნა, ხალბატონმა ფიქრია, ამ კრიზისია ქვეყანაში, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი არის, დისფუნქციური არის სახელმწიფო. ყველა მიმართული დისფუნქციური არის, აი დაწყებული შეკვეთილი მკვლელობებით და დამთავრებული ბოლო 10 დღეში 3 მანქანა გადავარდა. 3 მანქანა გადავარდა 15 სანტიმეტრით არ აწიეს ბარდიული. პრობლემა გადაწყდება. ან ის არ გააავლეს არსად ლენტი, რო თქვას, რომ აქ საფრთხილო ზონა არის. არავის არაფერი არ აინტერესებს, ხო, საკუთარი ფული და ძალაუფლების შენარჩუნება. ოღონდ არიციან ზუსტად სადამდე მიყავთ და სად მიდიან აი ამ მეთოდებით, იმიტომ რომ ქვეყანა ჩამოშალეს, სახელმწიფო ჩამოშალეს. იმ ხალხსაც კი, ვისაც პირადად ბიძინა ივანიშვილი აძლევდა სულ გარანტიას ამ ქვეყანაში შემოსვლის, იმასაც ვეღარ აძლევენ გარანტიას. ხო, ჩვენ ნახეთ ჭავჭავაძეზე პირდაპირ მნიშვნელობით შეკვეთილი მკვლელობა. დიალოგი შედგა იმ კაცმა, აი ფილმებში რო არის ალბათ, ხო? გადმოცა, მოკითხვა გადაცა ან რაღაცა ესეთ ცნობილ ფილმებში ხო არის რაღაც მაიკლმა მოგიკითხა. დაახლოებით აი ესეთი დიალოგი იყო, ეხა იქ რო მოგესმინა, უთხრა ალბათ იმ სახელი, შემკვეთი სახელი, ვინც გამოაგზავნა ეს ადამიანი მოსაკლავად. და ეს რო იცოდეთ, ეს არ არის უბრალო ადამიანი, ვინც გარდაიცვალა ჭავჭავაძეზე. ეს დიდი მსხვილი კარიერული კრიმინალი არის, ხო? ისეთი კარიერა ქონდა, კრიმინალური მსხვილი, დიდი მასშტაბის. ანუ აქ რო შემოდიოდა, ამ ქვეყანაში რო შემოდიოდა, მის უსაფრთხოების გარანტიას პირადად ბიძინა ივანიშვილი გაცემდა. ეს არ იყო მინისტრის მოადგილის დონეზე, ან რაღაცას რომელიმე რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის დონეზე, ან ვინმე დეპუტატის დონეზე გადაწყვეტილი საქმე. ამ ადამიანის მიმართ უშუალოდ გადაწყვეტილებას და უსაფრთხოებას ბიძინა ივანიშვილი იღებდა ყოველთვის თავის თავს. ეს ამ მასშტაბის გადაწყვეტილება იყო ამ სახელმწიფოსთვის მისაღები. და ხო ხედავთ, შუა გზაზე მიატოვეს ეს ხალხი. ყველა მიატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ხო არ არის პირველი შეკვეთილი მკვლელობა, ჩვენ გავიხსენოთ ლევან კაჭავრავას მკვლელობა წყნეთში. დღემდე გამოუძიებელი არის. ბოლო პერიოდში რამდენი შემთხვევა იყო, ხო? ნიკო კვარაცხელია, ხო? ანუ უძლებელი არ ვახსენოთ ნამდვილად. კი, რა თქმა უნდა, ნიკო აი ხა მივდიოდი მანდაც, ხო? ნიკო კვარაცხელია. უამრავი ბოლო პერიოდში დღევანდელი ამბავი ამ ახალაიას გარდაცვალების ჩამოშლილი არის სახელმწიფო. და ჩვენ ხო ვიცით სადავართ და ჩვენ ამას ვამბობდით სადამდე მივიდოდნენ, მაგრამ აი მე კითხვას ვუსვავ ბიძინა ივანიშვილის ანტურაჟს, განსაკუთრებით დიდარ ანტურაჟს. აი იმ ოჯახებს, ვინც იკვებება აი ამ თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის პირობებში თქვენ დაცულები ხართ? როდესაც შეუძლიათ მაგალითად ასე ადამიანის ესე შეკვეთით მოკლა ჭავჭავაძეზე, ეს ხო რაღაცას მოყვა, ან რაღაცა გადანაწილებას, ან ძველ ისტორიას, ან რაღაც ფინანსურ. და არავინ არ იცის რა გაგრძელება იქნება. რა გაგრძელება ექნება, იმიტომ რომ ამ ადამიანის უკან ახლობლები არიან, იმათ თავის წენა ექნებათ ახლა ივანიშვილზე, ხო? გარანტიები ქონდა, ვალდებულება ქონდა ამ კაცის უსაფრთხოების აღებული და ესე მიატოვა, მიაგდო. თან დამუშავებული იყო ეს ინფორმაცია ქონდა, ელოდებოდა, ნუ ფილმი იყო, რა ჩვეულებრივი ფილმის ეპიზოდი იყო, თან უთხრა და მერე თქვათ გასულა განაცდილობდა ის დამაღვას. არავინ არ ემალებოდა. პატივად იდენტიფიცირებადი, ვიცით ვინ არის, საცხოვრობს, მშობლები ვინ არიან. ამიტომ ამბობ, ჩამოშლილია, დისფუნქციური არის სახელმწიფო. ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს ივანიშვილის ანტურაჟს, განსაკუთრებით მდიდრებს. ვინც აი ამ ფიქრობს, რომ ამ სისტემით ეხა ძღება, სუქთება და მერე არაფერი, ვითომ ამას ყველაფერს შეინარჩუნებს. აცმა არ იცის, ვიღაცამ შეიძლება გადატრიალებული სიტყვა გითხრა და თქვენ დაცული არ ახართ, ბიძინა ივანიშვილი თქვენ ვერ დაგიცავთ. ვერავის ვეღარ აძლევს ეს ადამიანი გარანტიებს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების. არ არსებობს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ ყველანი ინდივიდუალურად ვიცავთ ჩვენ თავს.